რუსთავში სავაჭრო ცენტრი რუსთაველი მოლი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე შექმნილია 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მოლის განვითარების პროცესში გახსნიდან 1 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 170 ადამიანამდე გაიზრდება. მრავალფუნქციური ცენტრის გახსნა ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და დასაქმების ხელშეწყობას. არის კარგი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ რუსთაველებს ახალი დასაქმების ადგილები ქონდეთ და 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება პირველ ეტაპზე. სამომავლოდ ასევე რუსთაველებისთვის ერთ-ერთი მთავარი თხოვნა და მოთხოვნა შესრულდება და რუსთავის ახალ სავაჭრო ცენტრში გაიხსნება კინო, რასაც ახალგაზრდები განსაკუთრებით ძალიან დიდი ხანია ელოდებიან. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები რუსთავისთვის, მართლა პირველ რიგში საჭირო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, სივრცეც ძალიან დიდია და ძალიან მაგარია.